ბოდიშს გიხდით თუ მართლაც რაღაც შოკის რეაქცია გამოიწვია. გადაცემა სპეციალური რეპორტაჟის წამყვანი ნათია კოპერიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერია. დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა მის მიერვე აღიარებული პროფესიული ნორმები, ამის შესახებ ეთიკის ქარტიის საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. საბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იმედის ეთერში გასული იმიტირებული გამოშვებით ჟურნალისტიკის სტანდარტები უხეშად დაირღვა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველივე პუნქტში მითითებულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელსაც ხელი 4 დეკემბერს 140-მა ჟურნალისტმა მოაწერა, სულ 11 პუნქტისგან შედგება და მასზე ხელმომწერი თითოეული ჟურნალისტი მათი შესრულების ვალდებულებას იღებს. 9 წევრიანმა საბჭომ ნათია კობერიძის გადაცემაზე საკუთარი შეფასება წინასწარ უკვე გამოაქვეყნა. საბჭოს წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქარტიის რამდენიმე პუნქტია დარღვეული, თუმცა საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. მე როგორც ერთი ჟურნალისტი და მოქალაქე ვთვლი, რომ ამ სიუჟეტში დარღვეული იყო როგორც ეთიკური, ასევე საკანონმდებლო სტანდარტები, ამიტომ ის მოითხოვს ჩვენგან გაანალიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანას. საერთოდ ჟურნალისტისთვის ყველაზე უფრო მძიმე სასჯელი ეს არის საზოგადოების ნდობის დაკარგვა. ნინო ზურიაშვილის თქმით, წესდება გარიცხვის საკითხს არ ითვალისწინებს. ნათია კობერიძის შემთხვევაშიც მხოლოდ ჟურნალისტის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევაზე იქნება საუბარი. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საბჭომ ჯერ წამყვანის არგუმენტაცია უნდა მოისმინოს და ამის შემდეგ გამოაქვეყნოს საკუთარი დასკვნა. ნინო ზურიაშვილს აინტერესებს იცოდა თუ არა გადაცემის წამყვანმა, რომ იმიტირებული გადაცემა ეთერში ყოველგვარი გამაფრთხილებელი წარწერის გარეშე გადიოდა. ჟურნალისტი, როცა ეთიკას არღვევს, შეიძლება წინასწარ ან მასზე არ არის დამოკიდებული და სალაუნებურად სხვის გადაწყვეტილებას დაემორჩილა და გამოვიდა შედეგად დადგა ისე, რომ დაირღვა ეთიკის წესი, ან შეიძლება მართლა ვერ მოიფიქრა, წინასწარ ვერ გათვალა ის შედეგი, რაც მოხდა. თვითონ ნათია კობერიძეს საბჭოსგან ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიუღია. ჟურნალისტი ამ დღეების განმავლობაში პრესასთან მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. გადაცემა პროფესია ჟურნალისტის ეთერში ნათია კობერიძე საკუთარი გადაცემის დასრულების შემდეგ ტელეფონით ჩაერთო. რატო არ იყო დადებული ეს წარწერა, როდესაც სიუჟეტი გადიოდა ეთერში? დიახ, მე ასე ვიზიარებ, თქვენ შენიშნავს ეს წარწერა უნდა ყოფილიყო. დიახ. და რატომ არ მოხდა ეს, ანუ ეს ამაზე პასუხს აგებს არხის ხელმძღვანელობა და არა მე. მე ვაგებ პასუხს დისკუსიის ნაწილზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთვის ეს პირველი საქმე იქნება. ჟურნალისტებისა თუ მედიის მიერ დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის შექმნილი საბჭო საქმეს წესდების მიხედვით საჩივრის შეტანის შემდეგ განიხილავს. თუმცა ამჯერად, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევას, მოდელირებული ქრონიკის საქმეს განცხადების მიღების გარეშეც განიხილავენ.